საღამომშვიდობისა ეს არის ახალი ცხრა-საათზე. საღამომშვიდობის დღის მთავარ თემებს მეცხრე არხი ჟურნალისტები და ჩვენ ლევან ჯავახიშვილი და სოფო ჩარკვეტაძე წარმოგიდგენთ. რატომ დაიბარეს პროკურატურაში ხათუნა კალმახელიძე და რატომ არ მივიდა საგამოძიებო უწყებაში დიმიტრი შაშკინი? რისხანების დღე ეგვიპტეში ქვეყნის დიდ ქალაქებში სისხლიანი შეტაკებები გრძელდება. რამდენიმე წუთში ასევე შემოგთავაზებთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით 22 რექტორი ვლადიმერ პაპავა. სტუდენტები აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან. სად გაუჩინარდა მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა და რატომ არ გამოცხადდა სასულიერო პირის საპატრიარქოში? ვინ დააკვირდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. პირველი ნაკადი საქართველოში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვა. ხათუნა კალმახელიძე დაკითხვაზე სასჯელ აღსრულების ყოფილი მინისტრი უკვე 1 საათია მთავარ პროკურატურაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით ყოფილ მაღალ ჩინოსანს მოწმის სტატუსით კითხავენ საქმე სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს ეხება, რაზეც უახლოეს მომავალში პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას დაიკითხება. შესაბამისი განცხადება არჩილ კბილაშვილის უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მთავარ პროკურატურაში დიმიტრი შაშკინის დაიბარეს, თუმცა ის საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა. და თამარ გოგესაშვილი იმყოფება საგამოძიებო უწყებასთან, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თამარ, თუ გააკეთა კომენტარი ყოფილმა მინისტრმა მანამ სანამ შევიდოდა დაკითხვაზე. უკვე 1 საათზე მეტია, რაც სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იკითხება. იმყოფება ხათუნა კალმახელიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა, მან თავდაპირველად კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მას უკვირს რატომ არ მოხდა ამ დრომდე მისი დაბარება საგამოძიებო უწყებაში. ხათუნა კალმახელიძე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს. რაც შეეხება დიმიტრი შაშკინს, ის არ გამოცხადებულა მთავარ პროკურატურაში. შაშკინს მეცხრე არხი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ის გასულია ქვეყნიდან და ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ივლისის ბოლოს გააფრთხილა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით ის ქვეყანაში დაბრუნდება 28 აგვისტოს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ყველაფერი გავრცელდა კონკრეტული კადრები, მე გავაკეთე განცხადება გადადგომის შესახებ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ეს მე გამოვთქვი ჩემი წუხილი ამასთან დაკავშირებით და მე დღემდე ძალიან მწუხარ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და კარგი არის რომ მიმდინარეობს გამოძიება. მე იმედი მაქვს რომ გამოძიება იქნება რაც შეიძლება უფრო დეტალური, იმიტომ რომ დამერწმუნეთ რომ თუ ვინმე არის ამ გამოძიებაში დაინტერესებული, პირველ რიგში ეს ვარ მე. მე ძალიან რა თქმა უნდა არ ვიცოდი, სამწუხაროდ არ ვიცოდი. მე ეხლა ამ წუთისთვის არ ვიმყოფები საქართველოში, რის თაობაზე გენერალურ პროკურატურას ოფიციალური წერილი შევატყობინეთ ივლისში, რომ გავდივედი სამკურნალოდ 2 კვირით. 28-ში მე ვრუნდები და ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც იქნება, გავცემ პასუხს. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა და ნებისმიერ შეკითხვას გავცემ პასუხი წესდიან სამართალდამცავ ორგანოებში. სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, რომლის გამოძიებაც პროკურატურამ 2013 წლის 25 ივლისს დაიწყო, უახლოეს დღეებში ასევე ბაჩო ახალაია დაიკითხება. მადლობთ თამარ, დავალოდოთ მოვლენათა განვითარებას. თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ყავს 10 ხმა 2-ის წინააღმდეგ. უნივერსიტეტის რიგით 22 რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა. არჩევნებში სულ 13 კანდიდატი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მადრანმა მარინა ჩიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა ვლადიმერ პაპავას სასარგებლოდ მოხსნა. საარჩევნო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან შეყრებილი სტუდენტების მოთხოვნით ახალი რექტორი არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პარტიასთან ასოცირებული პირი. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სტუდენტები კმაყოფილი არიან. ფარული კენჭისყრა კი 2 საათს გაგრძელდა. არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და დარღვევებს ადგილი არ ქონია. ასეთია დამკვირვებლების შეფასება თესეუს ახალ რექტორს. გამარჯვება ყოფილმა რექტორმა ალექსანდრე კვიდაშვილმაც მიულოცა. უნივერსიტეტის რიგით 22 რექტორი საქმიანობას უახლოეს დღეებში შეუდგება. ლევან ჩხაიძე განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში. არჩევნები, რომლის მიმართაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, ხმაურისა და ექსცესების გარეშე დასრულდა. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტს ვლადიმერ პაპავა უხელმძღვანელებს. შედეგების გამოცხადების შემდეგ ახალი რექტორი მოვიდა უნივერსიტეტში და ჩვენს კითხვაზე იქნება თუ არა სერიოზული ცვლილებები ამ უმაღლეს სასწავლებელში. ვლადიმერ პაპავამ გვიპასუხა, რომ ყველა ცვლილება განხორციელდება კანონის სრული დაცვით და ამ ცვლილებებისას კანონთან ერთად მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი იქნება თანამშრომელთა კვალიფიკაცია.
კომუნიკაცია. რაც შეეხება თავად საარჩევნო პროცესს, უნივერსიტეტში არჩევნებს დღეს აკვირდებოდა 9 არასამთავრობო ორგანიზაცია და მათმა წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს პირველი შეფასებები, მაგრამ ისინი დეტალურ ანგარიშს მედიას უკვე ხვალ წარუდგენენ. როგორ მიმდინარეობდა არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ახალი რექტორი ახალ კაბინეტში ძველმა რექტორმა შეაცილა. შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ლადო პაპავო პირველ კორპუსში ახალი სტატუსით მივიდა. უნივერსიტეტის 28-ვე რექტორი მილოცვებს პროფესორებისგან და სტუდენტებისგან უნივერსიტეტის ეზოში იღებდა. გამარჯვების შემდეგ პირველ ინტერვიუში მან რამდენიმე კითხვას უპასუხა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა აკადემიური საბჭო დიდი უმრავლესობით გიჭერს ხარს. ეს არის საკმაოდ სერიოზული დობა და ეს დობა უნდა გავამართლოთ. ყველანაირი ცვლილება დაფუძნებული იქნება კანონს და წესდებას. რექტორის უფლებები საკმაოდ შეზღუდულია, ვიმოქმედებ მხოლოდ კანონის სრული დაცვით. რექტორის არჩევნებში მონაწილეობა აკადემიური საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო. პაპავოს კანდიდატურას მხარი 10-მა წევრმა დაუჭირა. ორმა კი ხმა ირმა რატიანს მისცა. არჩევნებს კანდიდატების წარმომადგენლების გარდა 9 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა. დამკვირვებლებმა და საბჭოს წევრებმა პირველი შეფასებები არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე წუთში გააკეთეს. არჩევნების პროცედურა და პროცესი იყო სამართლიანი და გამჭვირვალე და დადგა ის შედეგი, რა შედეგით საზოგადოებისთვის ცნობილია. არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მისმის პროცედურამ ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში, რაიმე შენიშვნები, ხარვეზები, საჩივრები არ დაფიქსირებულა იმ 2 საათის განმავლობაში, რაც მიმდინარეობდა კენჭისყრა. კმაყოფილებით მინდა აღნიშნო, რომ არანაირი ზეწოლა არც ერთი მხრიდან მოგულისხმობ ხელისუფლება თუ პოლიტიკური ძალები ნამდვილად არ ყოფილა. ამ არჩევნებით უნივერსიტეტებმა აჩვენა ის სტანდარტი, როგორი უნდა იყოს საერთოდ არჩევნები ქვეყანაში და მე მგონია, რომ ძალიან დემოკრატიული, ძალიან თავისუფალი, ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი არჩევნები იყო. მილოცვის მიუხედავად, მის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია. ყოფილმა რექტორმა ხმის უფლება დღევანდელ არჩევნებში არ გამოიყენა. ამის მიზეზებზე სანდრო კვიტაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. თქვა, რომ აკადემიურმა საბჭომ თავისუფალ გარემოში ღირსეული არჩევანი გააკეთა. მე ჩავთვალე, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო იმ 12-კაციან საბჭოს, რომელსაც მე თავის დროზე ჩემი გარდაცვლით ვანდე ამ ბედის გადაწყვეტა უნივერსიტეტის რექტორობის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიმეორებ, რომ თქვა ის ჩემი მე-13 ხმა ყოფილიყო გადამწყვეტა და ალბათ არ იქნებოდა ეს სწორი. არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ რექტორობის კანდიდატებს. 13 მათგანიდან დღეს უნივერსიტეტში მხოლოდ რამდენიმე მოვიდა. ნაწილის აზრით, პროცესი კონკურენტუნარიან გარემოში წარიმართა. ნაწილს კი კითხვები სხვადასხვა ფაქტორმა გაუჩინა. ერეკლე დეისაძე, რომელიც ითვლება დიდ ქართულ მწერლად, თანამედროვე მწერლობის და მინდა მას დავესესხო, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს თუ რასთან გვაქვს დღეს საქმე. ის რაც ახლა ხდება არის წარმოდგენა, არის სანახაობა, ეს არის საიდუმლო სირობა. თუ წარმოდგენილი კონცეფციით შემაფასეს, მაშინ ერთადერთი კანდიდატი, რომელიც უნივერსიტეტის ავტონომიურობაზე საუბრობს და მის თავისუფალ გარემოში განვითარებაზე, სწავლებასა და კვლევასთან მიმართებაში ჩემი კონცეფცია იყო. ეჭვები იმისა, რომ მაგალითად ჩიტაშვილმა მოხსნა კანდიდატურა ლადო პაპავას სასარგებლოდ მას შემდეგ, რაც გავიდა კომისიის საბჭოს წინაშე და მოახსენა თავისი კონცეფცია და შემდეგ მიიღო ესეთი გადაწყვეტა. მანამდე რომ გაეკეთებინა, ეს შეიძლება ნაკლებ ეჭვი გამოიწვია მას, მაგრამ გასვლის მერე საბჭოს წინაშე გარკვეული ეჭვი ჩნდება. რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები ერთ-ერთი კანდიდატის ირმა რატიანის ნაცმოძრაობასთან კავშირზე საუბრობდნენ და რექტორის არჩევის წესსაც აპროტესტებდნენ. ახალგაზრდების თქმით, ახალმა რექტორმა არჩევნებში უფრო მეტი პროფესორის ჩართვა უნდა უზრუნველყოს. აკადემიურმა საბჭომ ჩვენს ზეწოლაზე მოახდინა ადეკვატური რეაქცია. ეს კარგია, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სანამ 12 კაცი ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს, სანამ 12 კაცი იღებს მთავარ გადაწყვეტილებებს, მანამდე არაფერი არ შეიცვლება. ასე რომ სტუდენტები სექტემბრიდან გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ 12 კაცის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება გადაეცეს რაც შეიძლება მეტ პროფესორს. მე ვაპროტესტებ იმ სისტემას, რა სისტემითაც აირჩევა რექტორი. ანუ სტუდენტის აზრს არ ექცევა ყურადღება, არ ექცევა ლექტორების აზრს ყურადღება. ახალი რექტორი უფლებამოსილების შესრულებას უახლოეს მომავალში შეუდგება. ლადო პაპავა უნივერსიტეტის საქმიანობაში აკადემიური საბჭოს სდომის შემდეგ ჩაერთვება.
რაც შეეხება მარინა ჩიტაშვილის მხრიდან კანდიდატურის მოხსნას, ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა 2 დღის წინ და დღეს როგორც ვლადიმერ პაპავას წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადში, რომელიც მარინა ჩიტაშვილმა შეიტანა, სადაც მითითებულია, რომ ის ხსნიდა კანდიდატურას, იქვე წერია, რომ მან კანდიდატურა მოხსნა ვლადიმერ პაპავას სასარგებლოდ, რაც შეეხება ახალი რექტორის საქმიანობას, ვლადიმერ პაპავა ოფიციალურად თავის საქმიანობას შეუდგება მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ჩატარდება აკადემიური საბჭოს ხდომა, ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული თარიღი თუ როდის იქნება ეს ხდომა, მაგრამ უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ეს უახლოეს მომავალში გაიმართება. მადლობთ ლეონ ჩხაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ვინ დააკვირდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, ნატოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და EUTOS მისიები საქართველოში უკვე ცნობილია იმ ორგანიზაციების ვინაობა, რომლებმაც საგარეო საქმეთა უწყების მოწვევას დადებითად უპასუხეს. ოფიციალური თბილისი პასუხსელოდება სუამის საპარლამენტო ასამბლეისგან, NDI-ისგან და AIRA-ისგან. გრძელვადიანი დამკვირვებელთა პირველი ნაკადი საქართველოში არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 16 სექტემბერს ჩამოვა. 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა. უკვე ცნობილია ის ინსტიტუტები, რომლებმაც ოფიციალური თბილისის შესაბამის მოწვევას თანხმობით უპასუხეს. ჩვენ უკვე მივიღეთ დადებითი პასუხები ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და EUTO-დან. ეს დამკვირვებლები ჩვენთან ჩამოვლენ საკმაოდ ადრე. ეს არის 24 გრძელვადიანი დამკვირვებლები და 300-ზე მეტი მოკლევადიანი. საპრეზიდენტო არჩევნებამდე საერთაშორისო დამკვირვებელთა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სწორედ დამკვირვებელთა დასკვნები იქნება იმის მტკიცებულება, რომ საქართველო რეალური დემოკრატიის გზაზე დგას. ოქტომბრის არჩევნები არ არის მნიშვნელოვანი მარტო იმიტომ, რომ ჩვენ მოვიგოთ ამ არჩევნებს. მნიშვნელოვანი აგრეთვე არის იმიტომ, რომ საქართველომ უნდა კიდევ ერთი სერიოზული დემოკრატიზაციის განაცხადი გააკეთოს ევროპის წინაშე და მსოფლიოს წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის დადასტურება მოხდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიათა ჩამოსვლამდე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის შექმნილ უთანასწორო საარჩევნო გარემოზე საუბრობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის პარტიაში კი აცხადებენ, რომ დამკვირვებლებმა მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. გვჭირდება ყურის დაგდება იმ რეკომენდაციებისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში გვაძლევენ. და მათ შორის გვეუბნებიან და ჭკუას გვარიგებენ, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, არჩევნებია ნორმალური წინასაარჩევნო გარემო. და ამ მხრივ ნორმალურობისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვარ. კარგი იქნება თუ დააკვირდებიან უშუალოდ აი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მომენტებს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვატყობთ უკვე არის ამის ნიშნები, რა თქმა უნდა, კანონდარღვევის ნიშნები არ არის, მაგრამ კანონით манипуляციის ნიშნებს აშკარად ვხედავთ. წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ ეხლა ქართული ოცნება გულისყურით გაეცნობა ამ სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებს და ჩვენ ამ საარჩევნო პერიოდში უკვე ვხედავთ ძალიან სერიოზულ დარღვევებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, რომელიც ასევე საპრეზიდენტო კანდიდატია, აცხადებს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მონიტორინგის მიუხედავად არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში სისტემური ცვლილებებია აუცილებელი. ჩვენს დაავადებულ საარჩევნო სისტემას ვერანაირი დამკვირვებელი ვერ უშველის, თუ ჩვენ თვითონ არ ვუმკურნალებთ და მივხედავთ მას. სანამ საარჩევნო კომისიებში ერთ პოლიტიკურ ძალას ეყოლება უმრავლესობა და სხვები წარმოდგენილი იქნებიან კინკილა თვითოკაცით ან არც მათით, სანამ არ იქნება დაკანონებული, რის თაობაზეც მე არაერთხელ მოგახსენებდით, საარჩევნო ბიულეტინების გადათვლის და გახსნის პრაქტიკა, რომ ეშინოდეთ გამყალბებელ კომისიის წევრებს თავიანთი ჩადენილი საქმიანობის, შეიკრიბეთ საგანგებო სესიაზე და 5 წუთი უნდა იმ ცვლილებების მიღებას, რის თაობაზეც ამ წუთშიც მოგახსენეთ. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისა სადამკვირვებლო მისიის როლსა და მისი მუშაობის სპეციფიკაზე დღეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმაც განაცხადა. არჩევნებზე დამკვირვებლები როგორც წესი არაფრის გარანტიას არ იძლევიან, თუმცა მნიშვნელოვანია, როცა ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საარჩევნო პროცესზე თავიანთ აზრს აფიქსირებენ. როცა ვსაუბრობთ სამართლიან არჩევნებზე, ამის დასადგენად რამდენიმე მეთოდი არსებობს. მომავალი საარჩევნო მარათონი საინტერესო იქნება დაკვირვების თვალსაზრისით. EUTOS ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში 16 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
ვინ გახდება CSKO-ს მომავალი თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ლადო ბოჟაძის კანდიდატურასაც განიხილავს. თუმცა ცნობილი ხდება, რომ კონსულტაციები სხვა კანდიდატებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორმა პრეზიდენტს შესაძლოა რამდენიმე კანდიდატი წარუდგინოს. კანონმდებლობის მიხედვით CSKO-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უმაღლესი განათლების მქონე და უპარტიო. მას ასევე უნდა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატიც. მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში პრეზიდენტმა CSKO-ს ასარჩევად 3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს. კანდიდატებს პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შედეგად შეარჩევს. სამოქალაქო სექტორში მინდის კონსულტაციები, გუშინაც აღვნიშნეთ, ჩემს გარდა განიხილება კიდე სხვადასხვა კანდიდატურები, ვნახოთ ვიზე შევჩერდებით, არ არის გამორიცხული, ჩვენ მხოლოდ ერთი კანდიდატურა არ შევთავაზოთ პრეზიდენტს და შევთავაზოთ რამდენიმე კანდიდატურა, იმიტომ რომ თავად პრეზიდენტი არ არის რაოდენობაში შეზღუდული და მას შეუძლია 3 კანდიდატურა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შემდგომ პირობითად საქართველოს პარლამენტს ამის აუცილებლად დადგა. განიხილება არა მხოლოდ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია, თუმცა კიდევ მეორე მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების პოზიციისა, ყველაფერი დამოკიდებულია პირველში საქართველოს პრეზიდენტზე, ვის წარადგენს ის საარჩევნო კომისიაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ იქნება მერე ქართული ოცნების პოზიცია იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელსაც წარადგენს პრეზიდენტი. სადრაუჩინარ და მღვდელი ნიკოლოზ ტაბაღუა. რუსინ სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მეუღლემ სასულიერო პირის ვიდეო მიმართვა დაავრცელა. კადრები ახალაიას ადვოკატის მიერ არის გადაღებული. ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური ყვება, რომ მას იძულებით მიაცემინეს ჩვენება დაკავებული ახალაიას წინააღმდეგ. ვიდეო მიმართვის დავრცელების შემდეგ მღვდელი ნიკოლოზი საპატრიარქოში დაიბარეს ახსნა განმარტებისთვის, თუმცა არ გამოცხადდა. რა კავშირი აქვს სასულიერო პირს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან? მღვდელი ნიკოლოზი ერისკაცობაში პოლიციის პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა იყო. და ის ავჭალის კოლონიის უფროსი გახლდათ. სწორედ ამ ციხეში იხდიდნენ სასჯელს სანდრო დირგულიანის მკვლელობისთვის დასამართლებულების საქმის მასალების მიხედვით მსჯავრდებულები ციხეში ყოფნისას პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ცნობილი ხდება, რომ პოლკოვნიკი ტაბაღუა ახალაიებთან დაახლოებული პირი იყო. მან მღვდლის წოდება 1 თვის წინ მიიღო. მონასტრის წინამძღვარი მეცხრეარს ექსკლუზიური ინტერვიუს აძლევს. მას ასე სადრაუჩინარ და პოლკოვნიკი ტაბაღუა, ნახეთ ირაკლი მამალაძის რეპორტაჟი. მე ვარ ნიკოლოზ თემურ ტაბაღუა, რომელიც მსახურობს დღესდღეობით ავჭალის წმინდა გიორგის მონასტერში. ამ სკანდალური ვიდეო მიმართვის შემდეგ მამა ნიკოლოზ ტაბაღუა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღარ გამოჩენილა. ეკლესიის მრევლისთვის მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ტაძრის წინამძღვარი კი ამბობს, რომ მამა ნიკოლოზი დღეს საპატრიარქოში ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს, თუმცა მოძღვარი არც იქ გამოცხადდა. მამა ნიკოლოზის ვიდეო მიმართვა გუშინ გვიან საღამოს გავრცელდა. მოძღვარი აცხადებდა, რომ 13 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში დაკითხვისას ზეწოლის გამო იძულებული გახდა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. თუ არ მოხერხდებოდა ისეთი ფაქტების დადასტურება, რაც მას აწყობდათ, მოხდებოდა ჩვენი თანამშრომლობის ციხის, ყოფილი თანამშრომლობის ციხის 7 კაცის დაპატიმრება, მათ შორის ჩემის და დააკავებდნენ ყველას ერთად. ანუ თუ თქვენ ჩვენებას არ მიცემთ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგენუხან დაკავებით? დიახ, კადრებს გავცემდა. ეს არის თავდაცვის ინსპექტორი, ვისაც მოძრაობდა. მღვდელმსახურის სკანდალურ ვიდეო მიმართვაზე მეცხრეართან იმ ეკლესიის წინამძღვარმა გააკეთა კომენტარი, სადაც მამა ნიკოლოზი მსახურობს. მამა ანდრია ამბობს, რომ 13 აგვისტოს პროკურატურიდან დაბრუნებულ მამა ნიკოლოზს ზეწოლის შესახებ არაფერი უთქვავს. ეკლესიის წინამძღვარს აკვირვებს ის გარემოებაც, რომ მამა ნიკოლოზი დაკითხვაზე ადვოკატის და საპატრიარქოს წარმომადგენლის გარეშე მივიდა. თუნდაც გაირთულა საქმე, ყველა მხრიდან გაირთულა. ჩვენი მხრიდან ხო გაირთულა და ისედაც გაურთულდა საქმე, თუმცა არ გართულდებოდა არანაირად. ის იყო გაფრთხილებული, რომ დაკითხვაზე მარტო არ წასულიყო. რა თქმა უნდა, აუცილებლად იყო და მარტო მივიდა. ანუ არც ადვოკატი მიუყვანია, არავინ არ მიუყვანია და ადგა და მარტო წავიდა. ყველა დაკითხვაზე ადამიანი ხა ადვოკატით ხო არ ივლის და მღვდელმსახურ ნიკოლოზ ტაბაღუას ვიდეო განცხადება ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა 14 აგვისტოს ჩაწერეს. მოგვიანებით კი მედია საშუალებებით გაავრცელეს. მალხაზ ბელიჯანაშვილი აცხადებს, რომ მოძღვარმა ადვოკატურას თავად მიმართა. მის მონათხრობში კი იურისტებს ეჭვი არ შეუტანიათ. ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მუქარებს ახორციელებდნენ მასზე და ეუნეოდნენ, რომ დაიდასტურებინა თითქოს და ბაჩო ახალაიას დავალებით 4 პატიმარი პრივილეგირებოდი იმყოფებოდა ციხე. დღესვე განმარტებას თბილისის პროკურორი აკეთებს. მაია მწარეშვილი აცხადებს, რომ ფაქტზე სამსახურეობრივ მოკვლევას მთავარი პროკურატურის გენინსპექცია დაიწყებს. ეს არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც თქვა ტაბაღუამ გააკეთა ასეთი განცხადება. მას შემდეგ რაც პროკურატურა შეისწავლის ამ ფაქტებს, შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
13 აგვისტოს ნიკოლოზ ტაბაღუა სანდრო გირგულიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე იკითხებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, მამა ნიკოლოზი, რომელიც მღვდლად ერთი თვის წინ ეკურთხა, მღვდელმსახურებამდე ავჭალის კოლონიის დირექტორად მუშაობდა. სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში იხდიდნენ სასჯელს გირგულიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პოლიციის მაღალჩინოსნები. წარსულში ციხის ყოფილ დირექტორს და ახლა უკვე მამა ნიკოლოზს გამომძიებლებისთვის უნდა განემარტა, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ გირგულიანის მკვლელობაზე გასამართლებულები და ვისგან იღებდა ის დავალებას, მაშინ როდესაც პრივილეგირებული პატიმრები ციხის ტერიტორიიდან გადიოდნენ და უკან უპრობლემოდ ბრუნდებოდნენ. მაშინ ეს ფაქტი სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. მაშინ არც ერთ ესეთ ჩვენს განმარტებას, ჩვენს არც ერთ ესეთ საჩივარს, არც ერთ მიმართვას პროკურატურისადმი რეაგირება არ მოხდებოდა და ალბათ ესეც მრავალ სხვა წამების საქმესთან ერთად, რაც მაშინ ჩვეულებრივ ამბავი იყო, გადააგდეს ნაგავში. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ავჭალის კოლონიის ყოფილ დირექტორს არც საერო და არც საეკლესიო ცხოვრებაში განმარტებები არ გაუკეთებია. რაც შეეხება ვიდეო მიმართვას, რომელიც საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე გავრცელდა, ის მღვდელმსახურის თვითნებურ მოქმედებად უკვე შეფასდა და შესაძლოა მისი როგორც სასულიერო პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. და ხდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ძალადობის ახალი ტალღა ეგვიპტეში ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი არეულობა გრძელდება საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ვითარება უმართავია. სისხლიანი დაპირისპირება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით დაღუპული 50-მდე ადამიანი ისლამისტურმა მოძრაობა მუსლიმთა საძმომ 16 აგვისტო მრისხანების დღედ გამოაცხადა და მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება. მუსლიმთა საძმოს მტკიცებით კი 3 დღიან შეტაკებებს 3000 ადამიანი ემსხვერპლა. ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერთა დღევანდელი აქციაც სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა. დაღუპულთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. მსვლელობა სახელწოდებით მრისხანების მარში ქაიროსა და ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში პარასკევის ლოცვის შემდეგ დაიწყო. დემონსტრანტები სხვადასხვა მეჩეთიდან რამზეს ცენტრალური მოედნისკენ დაიძრნენ. ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და მუსლიმთა საძმოს წარმომადგენლებს შორის ურთიერთბრალდებები ისმის. ოფიციალური ინფორმაციით პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლდენი აირი გამოიყენეს, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. უცხოელი ჟურნალისტების ცნობით კი დემონსტრანტები ძირითადად ჯოხებითა და ქვებით არიან შეიარაღებული. მრისხანების ჟმარს სისხლიანი შეტაკებები უძღოდა, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები თავს სამთავრობო უწყებებს, საავადმყოფოებსა და პოლიციის შენობებს ესხმოდნენ. მედიის ცნობით მოჰამედ მურსის მხარდამჭერებმა 25-მდე ეკლესია დაარბიეს. თავდამსხმელები კოპტურ ეკლესიას სამხედრო ხელმძღვანელობის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მუსლიმთა საძმოს მომხრეები უკან დახევას არ აპირებენ. ჩვენ ძალადობისთვის არ მიგვიმართავს. მშვიდობიანი პროტესტით გსურს სამხედრო ხელმძღვანელობას ხელისუფლება დავატოვებინოთ. არც მოედნებს გავათავისუფლებთ და არც გავჩუმდებით, რადგან ჩვენი უფლებები ირღვევა. ეს მრისხანების დღეა. ქუჩაში მოსახლეობის დიდი ნაწილია გამოსული. ამ ადამიანების გაკონტროლებას ვეღარავინ შეძლებს. არ დაუშვებთ, რომ ვინმე ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ადამიანს მოკლავენ პოლიციელები, დემონსტრაციებს მაინც გავაგრძელებთ. ეგვიპტეში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. მსოფლიო ლიდერები ხელისუფლებას ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებენ. დღეს თურქეთის პრემიერმა ეგვიპტიდან ელჩიც კი გაიწვია. ეგვიპტეში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზეც. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ძალადობა ეგვიპტეში კონფლიქტის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებთ. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პერიოდი დაიწყება. ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის თანამდებობა ერთი თვის წინ დაატოვებინა. პრეზიდენტის მხარდამჭერები მურსის ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით აქციებს ინტენსიურად მართავდნენ. ვითარება უმართავი მას შემდეგ გახდა, რაც სამართალდამცველებმა 2 დღის წინ ქაიროს ცენტრში მურსის მომხრე და ბანაკები ბულდოზერებით დაშალეს. სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად ეგვიპტეში ტურისტები მაინც ჩადიან. სისხლიანი დაპირისპირებისა და საჯანმრთელო მდგომარეობის მიუხედავად ტუროპერატორები ეგვიპტეში ტურისტებს მაინც უშვებენ. უკიდურეს შემთხვევაში კი სარზურების გადაცვლას თავაზობენ. ქართველი ტურისტების ერთი ნაწილი ეგვიპტის ტურში უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებასაც ითხოვს. მეცხრე არხი დღეს უშუალოდ ქვეყნის ტურისტულ ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს ტელეფონით დაუკავშირდა. დამსვენებლები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხურგადაში 100-მდე ქართველი იმყოფება და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ქართული ტურისტული კომპანიები ეგვიპტის მიმართულებით ტურებს ამ დრომდე არ აუქმებენ. ტურისტების გამგზავრება მხოლოდ რამდენიმე მცირე კომპანიამ შეაჩერა. მე არ ვუშვებ პირადად, ჩემ ტურისტებს არ ვუშვებ.
უსაფრთხო გაშვება. ნაჯავშნები თუ იყო, მოხს ნაჯავშნის ძალიან ძნელად ხდება. ტურისტების გადაყვანა არ შეუჩერებია ინტერკონტინენტალს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეგვიპტეში გამგზავრება მხოლოდ რამდენიმე მოქალაქემ გადაიფიქრა და თურქეთის ტურზე გადაცვალა. კომპანიის PR მენეჯერის განცხადებით, სწორედ ტურის გადაცვლა ის ერთადერთი ვარიანტი, რასაც ქართულ ტურისტებს ეგვიპტეში გამგზავრების გადაფიქრების შემთხვევაში სთავაზობენ. არც ერთ რეისი არ გაუქმებულა, ყველაფერი ისე ხორციელდება, როგორც დაგეგმილია. აი ხვალ ჩამოდის მაგალითად უკვე ის ხალხი, ვინც არის გაგზავნილი, ვინც ისვენებდა. მხოლოდ 10 კაცმა მოისურვა შეცვლა რეისის და გადაცვალეს თურქეთზე. თანხა ბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის გამოცხადებული მსოფლიო მასშტაბით ფორს-მაჟორი. შესაბამისად, ახლა ამ შემთხვევაში ეს ჯერ არ არის გამოცხადებული. უკვე დაჯავშნილი ტურის გაუქმებას ქართველ ტურისტთა 20% თხოვს კომპანია ალტურს. კომპანიაში ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი დაუბრუნებენ თუ არა თანხას იმ ადამიანებს, ვინც ეგვიპტეში ტურისტული ვიზიტის გაუქმებას ითხოვს. თუმცა საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ტურისტული კომპანია მხოლოდ სასტუმროს თანხას დააბრუნებს. Daახლოებით 20%-მა გააუქმა ჯავშნები, მაგრამ 80% მაინც მიფრინავს ხელშეკრულება ტურისტებთან ყველასთან. თანხის დაბრუნება ჩვენ შეგვიძლია თქვა დაუბრუნოთ სასტუმროს თანხა თუ ადამიანი არ მიმგზავრება, მაგრამ როდესაც რეისი სრულდება და რეისი არ გაჩერებულა, შესაბამისად ის ბილეთის თანხა იმ ადამიანს უკავდება. ამ ეტაპზე ეგრე არის. ტურისტული კომპანიები ნორმატიული აქტის არარსებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეგვიპტეში გამგზავრებაზე თავის შეკავების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია კომპანიებს ტურისტებისთვის თანხის დაბრუნებას არ ავალდებულებს. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ განუხილავთ, რა სახის კანონი უნდა არეგულირებდეს ასეთ შემთხვევებს. იქიდან დაწყებული, როდესაც პირველი არეულობა დაიწყო ეგვიპტეში, მუდმივად ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მოერიდოს იქ ტურისტული მიზნით წასვლას. რაც შეეხება ნორმატიულ აქტს, ეს უკვე ალბათ გარკვეული იურიდიული კონსულტაციის შემდეგ უნდა გაირკვეს, რამდენად არის შესაძლებელი და რამდენად შეიძლება ასეთმა აქტმა ტურისტულ სააგენტოებს უშველოს. ამ დროისთვის ეგვიპტეში, კერძოდ კი ჰურგადაში დასასვენებელი ტურით საქართველოსთან რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება. დამსვენებლები აცხადებენ, რომ ტურისტულ ზონაში მათ ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ შექმნიათ. არაფერი არ ხდება, აქ არც იგრძნო და საერთოდ ტელევიზორი დამგებულობთ მასეთ ამებს, სწორედ ჰურგადაში თვითონ არაფერი არ ხდება მასეთი რა. პირიქით ძალიან ბევრი ტურისტია ჩამოსული ევროპიდან. არაფერი პრობლემა არ არის სასტუმროდანაც რო გავდივართ. სიმშვიდეა თავად თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის 11 პროვინციაში საგანგებო ვითარება და კომენდანტის საათია გამოცხადებული, ქართული ტუროპერატორი კომპანიები ეგვიპტის მიმართულებით დაგეგმილი რეისების გადადებასა და გაუქმებას ამ ეტაპზე არ აპირებენ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ტურისტებისთვის ეგვიპტეში უკვე აამოქმედა ცხელი ხაზი. პრეზიდენტის მორიგი ვეტო მიხეილ სააკაშვილმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც თავის დროზე პარლამენტში ხმაურიანი განხილვის მიზეზი იყო. კანონპროექტი განათლების სამინისტრომ მოამზადა პროექტის თანახმად აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ემატება, რომელიც სასემინარო და კვლევითი სამუშაოებს განახორციელებს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, ასევე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და დეკანებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვებათ, რასაც კანონი ჯერჯერობით არ ითვალისწინებს. ასევე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში ყველა ის პირი შევა, ვისაც უნივერსიტეტში აქვს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა და ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებულ კიდევ ერთ ვეტოს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგულაშვილი და უმცირესობიდან სერგო რატიანი ახმიანებიან. პრეზიდენტმა გუშინ ვეტო დაადო განათლების კანონს, გამოიყენა ვეტოს უფლება და შენიშვნების გათვალისწინებით დაუბრუნა პარლამენტს გასახილველად. ეს შენიშვნები ძირითადად ეხება იმ მუხლებს, რომელიც მიმართული არის ახალი თაობის მეცნიერების უფლებების შეზღუდვისაკენ, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის შეზღუდვისაკენ და უნივერსიტეტის განვითარებისაკენ. ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებ, პრეზიდენტი სააკაშვილი ადებს ვეტოს. და უკვე ეს ყველაფერი კომიკური ხდება, თუ რომ არა ვთქვათ, რომ ტრაგიკომიკური, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა ჩემ ნაბიჯს დაადოს ვეტო. მე იმედი მაქვს, რომ ბოლოს ჩემ ფეხსაცმელებს არ დაადებს ვეტოს, რომ აღარ ვიმოძრაო.
თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ყველა ყოფილი პოლიციელი თავისუფალია 6 მათგანი პატიმრობიდან დირაოს საფუძველზე გათავისუფლდა მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს. რაც შეეხება მათი აღიარებითი ჩვენების საფუძველზე ბრალდებულ 3 ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ მათ 1000 ლარიანი დირაო შეუფარდა. გამოძიები დადრინდა, რომ გენერალ-მაიორ თამაზაშვილის დაკავების უშუალო ინიციატორი კახეთის კუდის ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი იყო. აყვანის ოპერაციას ორგანიზებას უწევდა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი გიორგი ხიზანიშვილი. კიდევ ერთ ყოფილ პოლიციელს ირაკლი ქოპილაშვილს კი გამოძიება დაკავების მომენტში თამაზაშვილისთვის იარაღის ჩადებას ედავება. საქმეში სულ 9 პირია ბრალდებული, დანაშაულს ყველა აღიარებს. წინა სასამართლოს ხდომა 26 აგვისტოსაა ჩანიშნული. ბატონო ზურაბ, დანაშაულს აღიარებთ? კახეთის კუდის ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ხიზანიშვილი, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ქოპილაშვილი, გენერალ თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავების ორგანიზებაში ბრალდებულებს სასამართლომ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე შორენა გუნცაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარემ სუბუქი ღონისძიების შეფარდებას ბრალდებულების გამოძიებასთან თანამშრომლობის და აღიარების გამოითხოვდა. ღონისძიების გამოყენების ნარჩენში შეიძლება ერთჯერადად გადაჭრილდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. პროკურატურის შუამდგომლობის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან რამდენიმე დღეში ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დაკავების ინიციატივა კახეთის კუდის ყოფილ უფროს ზურაბ ლალიაშვილს ეკუთვნოდა. ბრალდების მიხედვით პოლიტიკური დაკვეთის ორგანიზატორი გიორგი ხიზანიშვილი იყო. უკანონო დავალება კი უშუალოდ ირაკლი ქოპილაშვილმა შეასრულა. ზურაბ ლალიაშვილი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს გიორგი ხიზანიშვილს დაუყარა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი პოლიციის გენერალ-მაიორი კახეთის რეგიონში კერძოდ მედუხის წყაროში მცხოვრები თამაზ თამაზაშვილი, რომელიც იმავე დროს იყო პოლიტიკაში ახალგამოსული ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი ლიდერის სიმამრი, წარმოადგენდა სერიოზულ ავტორიტეტს კახეთის რეგიონში. ამის შემდეგ გამდინარე ლალიაშვილის მიაჩნდა, რომ თამაზ თამაზაშვილს შეეძლო კახეთის რეგიონში მოქმედი ხელისუფლებისათვის სერიოზული საფრთხის შექმნა და საჯარო პოლიციის სასწრაფო განეინტრალება. მხარეებმა კომენტარზე უარი განაცხადეს. სასამართლოს ხდომაზე სამივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ უმუშევარია. თუმცა 10 დღეში 1000 ლარის გადახდის პირობა დადეს. ორშაბათს აწლიითაო. თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული გრიგოლ კვინიკაძე ერთ-ერთია, რომლის ჩვენებაც ხიზანიშვილის, ქოპილაშვილის და ლალიაშვილისთვის ბრალის წაყენების საფუძველი გახდა. კვინიკაძის გარდა დანაშაულის სხვა დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელებმაც აღიარეს და ორგანიზატორებად მათაც ბრალდებული 3 პირი დაასახელეს. გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე უკვე პატიმრობაში მყოფ 6-ვე პოლიციელს, თბილისის პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძეს, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილს, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილს დღესვე პროკურატურის შუამდგომლობით დაპატიმრება 1000 ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. ჩაიდგინეს საშინელი დანაშაული, როდესაც უდანაშაულო პიროვნებას შეუქმნეს ყალბად საბუთები და მთელი წელიწადი ციხეში იყო ეს კაცი და მოგეხსენებათ ის პირობები, ის გარემოებები, როგორშიც უწევდა მას ყოფნა. ვიცით, რომ ეს მომდინარეობდა უფრო ზედა დონეებიდან და არ იყო არც მიზანი და არც სურვილი. ჩემი აღიარებს დიახ, რომ ყველაფერი შეიქმნა ფიქტიურად. ყველა ბრალდებულმა თაგიცნო დამნაშავე და მათ სრულად აღიარეს ის დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, ანუ სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რაც საფუძველი გახდა იმისი, რომ მათ შესრულათ აღკვეთი ღონისძიება და აქედან გამომდინარე ჩვენ დამცველებად მხარი დაუჭირეთ წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიგვაჩნია, რომ პროკურატურა მიიღო აბსოლუტურად კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიცემულ შემთხვევაში. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ეს ფაქტები, ამ იარაღის ჩადების მნიშვნელობა არა გენერალი იქნება, პოლკოვნიკი, ლეიტენანტი თუ სრულიად უბრალო მოქალაქე. ჩვენ ლიგის სახელით ყოფილებას გამოთქვათ, რომ ურთიერთშეთანხმება მოხდა ყველა მხარეს შორის, ვინც კი ამ საქმეში იყო ჩართული. დაზარალებულ თამაზაშვილის ადვოკატის განმარტებით, მათთვის შურისძიება და ყოფილი პოლიციელების დასჯა თვითმიზანი არ ყოფილა. მთავარი ამ საქმეზე ობიექტურობის დადგენა იყო. მას არავის მიმართ არ ქონია პირადი ინტერესი, არავის მიმართ არ ქონია ბოხმა, მისი ინტერესი და ლეგიტიმური ინტერესი იყო ერთადერთი, რომ დადგენილიყო სიმართლე და რომ ის იყო უდანაშაულო და რომ მის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური დევნა.
რამდენიმე თვიანი გამოძიება უკვე დასრულებულია. გირაოთი გათავისუფლებული ყოფილი პოლიციელების წინა სასამართლოს ხდომა 26 აგვისტოს დაინიშნა. კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს. თამაზაშვილის საქმე 2012 წლის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც მოხდა. პოლიციის გენერალი პატიმრობიდან 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ერტიში მოსახლეობამ კომპანია სიმტეკო ჯორჯიას მიწიდან ძველი სარწყავი მილების ამოღების საშუალება არ მისცა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნული მილები სოფელს ეკუთვნის და ისინი საძოვარი მიწების მოსარწყავად უნდა გამოიყენონ. სამელიორაციო სისტემა სოფელ ერტიში 20 წელზე მეტი აღარ მუშაობს. 2 წლის წინ კი მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით ხელისუფლებამ სასმელი წყლის მილი გაიყვანა. ახლა კი ერტისის მაცხოვრებლები გეგმავენ, რომ გაყვანილი წყლის მილს ძველი სარწყავი არხის მილი მიუერთონ და ამ გზით საძოვრები მორწყან. თუმცა ძველი მილები 2011 წელს კომპანია სოკარ ჯორჯიამ სახელმწიფოსგან შეიძინა, რის სანაცვლოდაც სოფელ ერტისში უფასოდ გაზი შეიყვანა. მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სოკარ ჯორჯიამ მილები შპს სიმტეკო ჯორჯიას მეყიდა, რომელმაც სანაცვლოდ 400,000 ლარი გადაიხადა. ჩაფიქრებული გვაქვს, რომ აქ ჩავუშვოთ ეს წყალი და ამ წლით მე გავასარწყავოთ აი ეს ტერიტორია. საქონელი გვეხვეცება შიმშილით. აი ნახეთ, აი გადამხმარია ყველაფერი. აი რო შეგეწოდება ძროხა. ძროხის ინაბარა ვართ ჩვენ ახლა. სხვა არაფერი შემოსავალი არ აქვს. ერთი კვირა გვინდა ჩავთათ, ჩავიდეს აუზში. ერთი კვირა იქ ივლის, ერთი კვირა აქ ივლის. და გვექნება გასარწყავებული დაახლოებით 17 ჰექტარი, რომელიც ესე იგი გასარწყავებულია, ტრუბები ჩაყრილია და ყველაფერი. ამას მოვითხოვთ, რომ ხელი არ შეახონ ამ გასარწყავებას და დაგვრჩეს სოფელს სარწყავი კონდეს. მე სოკარ ჯორჯიას ეს პირდაპირ დანიშნულებით ვერ იყენებდა ამ მილებს, რადგან ისინი იყვნენ დაჟანგული, კოროზია მიღებული და გაფუჭებული. ვერ იყენებდა და გადაწყვიტა გაყიდვა. ჩვენმა კომპანიამ თავისი ბიზნეს საქმიანობისთვის შეიძინა, ჩვენთვის გასაგებია მოსახლეობის აღშფოთება, რადგან მოსახლეობას სურს სასმელი წყალი, მელიორაცია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ ამ მიზნით, როგორც მოგახსენეთ, ამის გამოყენება შეუძლებელია. მოსახლეობამ ეს არ იცის, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ჩატარება, გავესაუბროთ მოსახლეობას, აუხსნათ ეს ყველაფერი. თველი 2013 კახეთში მზადება დაწყებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონიდან ყურძნის 150,000 ტონა მოსავალს ელოდება. უწყებაში აცხადებენ, რომ გლეხებისგან ყურძენს კომპანიები ფერმერებისთვის მისაღებ ფასში შეისყიდიან. პარალელურად სახელმწიფო ღვინის მწარმოებლებს სიახლეებსაც შესთავაზებს. ამ იდემა ძალიან შეუწყოს. ნამდვილად რო იტყვიან სავენახე ამინდი იყო წლეო. ვაუჩერმა ძალიან შეგვიწყო ხელი. დიდი მოსავალია მოსული. ეხლა მთავარია როგორმე დავაბინაოთ. ეს უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული. ბონდო წულუკიძე წელს 9 ჰექტარიდან ყურძნის 8 ტონა მოსავალს ელოდება. როგორც თავად ამბობს, ყურძნის ქარხანაში ჩააბარებს და აღებული თანხით მეურნეობის გაფართოებას დაიწყებს. წულუკიძე სოფლის მეურნეობას წლები ამისდევს და ვაზის მოსვლის განსხვავებულ ტექნოლოგიას იყენებს. ადრე ჩვენი სტილით უნდა მიმეღო დაუშვათ 4 ტონა ყურძენი, ახლა ველოდები 8 ტონა, თითქმის 2 მაქს. ევროპულმა სტილმა ძალიან გაამართლა. მე თვითონ 5 წელიწადია იტალიაში მუშაობ ვენახებში და რაღაც ის ცოდნა რაც იქ შევიძინე აგად მოიტანე და როგორც უყურებთ ფაქტის სახეზეა. გლეხებს წელს ყურძნის ჩაბარება 1 ლარად ან ლარზე მეტ თანხად შეეძლებათ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ყურძნის შესყიდვის შეთავაზებაში სუბსიდირებას სთავაზობს. ცნობილია, რომ კილოგრამ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სახელმწიფო სუბსიდია 40 თეთრი იქნება, ხოლო კილოგრამ საფერავზე 25 თეთრი. უხარისხო ხალხი არ არის. ყიდულობ გარანტიით მაღაზიაში, აი პირდაპირ სოფლის ბოლოშია მაღაზია, ახლა ძალიან ხელის მომართვა გვაქვს. შეღავათია ფასებშია. ისე რომ ყოფილი არა ვართ. მისაღები ფასია, სადაც ლარისებით თუ იქნება და ძალიან კაი უმაღლესი ფასია. ის რაც ფასს აცხადებს სახელმწიფო ჩვენთვის მისაღებია, წელს საკმაოდ სერიოზული დაინტერესება იყო გლეხების იმისთვის, რომ მოევლოთ უკეთესად. ეს იმას გვაძლევს, რომ მომავალი სეზონისთვის ალბათ უკეთ მოვლით და მოსავალი უკეთესი იქნება. კახეთში ღვინის მწარმოებელი კომპანიები ყურძნის მისაღებად მზად არიან. კომპანია შუმი, რომელიც ღვინის 30-მდე სახეობას აწარმოებს და თვის ბოლოს თავის პროდუქციას რუსეთის ბაზარზე გაიტანს, წელს გლეხებისაგან 10,000 ტონა ყურძნის მიღებას გეგმავს.
უკვე მიმდინარეობს მუშაობა ჩამბარებლებთან, უხუცეს ჩამბარებლებთან. ეს ხალხი არის ერთი და იგივე, ყოველწლიურად ფაქტობრივად არ იცვლება. ჩვენი მომწოდებლები, რომელთაც წლების განმავლობაში მუშაობ, მიმდინარეობს ვენახებზე დაკვირვება და როდესაც შესაბამის კონდიციებში იქნება ფულზენი, უკვე დავიწყებთ მის შესყიდვას. ამისთვის უკვე ფაქტობრივად მომზადებულები ვართ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთიდან ყურძნის 150,000 ტონა მოსავალს ელოდება. თვალთან დაკავშირებით უწყებამ შეღავათიანი აგროსესხის პროექტს მეხუთე კომპონენტი დაუმატა, რაც ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის 15 თვიან სესხს ითვალისწინებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში კი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის საექსპორტო არეალის გაფართოებაზე საუბრობენ და ამის მაგალითად გასულ წელთან შედარებით ექსპორტის 43%-იანი ზრდა მოყავთ. ინტენსიური სამუშაოები მეღვინეებთან უკვე დავიწყეთ დაახლოებით თვენახევრის წინ ივნისის დასაწყისშივე. რა თქმა უნდა, სექტორი არის ძალიან კმაყოფილი, ეს არის პირველი რეალური ქმერითი დახმარება და არა თქვა მათი დახჭობის გზით რთული ჩატარება. მე ვფიქრობ, ოპტიმალური სუბსიდია იარსებებს წელს, რომელიც მისაღებია არა მხოლოდ ღვინის კომპანიებისთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს მისაღები იყოს ფერმერებისთვის, გლეხებისთვის, რომელსაც ყურძენი მოყავს და ისინი მართლა მიიღებენ იმ ფასს, რომელიც საკმაოდ მაღალია, საკმაოდ საინტერესო იქნება მათთვის. თველი 2013 კახეთში აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება. საკოორდინაციო შტაბი კი გურჯაანში გაიხსნება, სადაც გლეხებს ნებისმიერი კითხვის ან პრობლემის შემთხვევაში ცხელხაზზე დაკავშირება შეეძლება. შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მერაბ ბოჭოიძე ვარძიის ფრესკების გადარჩენის პროგრამის თანადამფინანსებლებს შეხვდა ლონდონის ხელოვნების ინსტიტუტის მონუმენტური ფერწერის რესტავრაციის დეპარტამენტის დირექტორთან და ვარძიის საერთაშორისო ექსპედიციის ხელმძღვანელებთან ერთად ბოჭოიძემ რამდენიმე საკითხი განიხილა მათ პროექტის ახალ ფაზებზე, სიცოცხლეთა დაცვის სფეროს თანამედროვე მიდგომაზე, სფეროში ახალგაზრდა ქართული სპეციალისტების ცოდნის ამაღლებასა და მათი განათლების ხელშეწყობაზე იმშელეს ვარძიაში. ფრესკების კვლევითი სამუშაოები 2016 წლამდე გაგრძელდება. ეს არის ერთობლივი პროექტი, სადაც მონაწილეობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ლონდონის კულტურის ინსტიტუტი. საქმე ეხება მის ფერწერის გამოკვლევას, კედლის ფართობის გამოკვლევას და მეორე რაც მთავარია და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის რომ ამ პროექტში ჩართული არიან ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალგაზრდა კურსდამთავრებულები. ეს არის ვარძიის კედლის მხატვრობის კვლევის მეორე წელი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, ლონდონის კულტურის უნივერსიტეტთან და სამხატვრო აკადემიასთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მე-12 საუკუნის ძეგლი, რომელიც დაკავშირებულია თამარ მეფესთან. ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია ვიმუშაოთ ქართულ სპეციალისტებთან ერთად ამ ძეგლზე. Courtauld Institute, which is part of the University of London. ეს იყო გასული დღე და ის თემები, რასაც მეცხრე საინფორმაციო სამსახურმა დღეს ყურადღება დაამახვილა. მშვიდობიან ღამეს მისურვებთ, რემში დავედით. მადლობთ რომ გიყურეთ.